რა განსხვავება არის ფორმალურ თანასწორობას და არსებით თანასწორობას შორის? ფორმალური თანასწორობა აქცენტს აკეთებს უფლებრივ თანასწორობაზე, ანუ ის, რომ პირობითად ქალებს და კაცებს თანაბარი უფლებები ჰქონდეს, მაგრამ რეალურად თანაბარი უფლებები ვერ აღმოფხრავს იმ დისბალანსს, რომელიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ფორმირდებოდა. რაც შეეხება არსებით თანასწორობას, ის შედის უთანასწორობის სტრუქტურულ შრეებში და აქცენტს აკეთებს პოზიტიურ პოლიტიკაზე, სპეციალურ ნორმებზე, რომლითაც უნდა იქნეს აღმოფხრილი ეს უთანასწორობა. არსებითი თანასწორობა გვეუბნება, რომ საუკუნეების მანძილზე დაამყარებული უთანასწორობა და დისბალანსი საჭიროებს სპეციალურ პოზიტიურ მოპყრობას ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მიმართ, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ ქალების მიმართ და უბრალოდ ის მიდგომა, რომ ქალებსაც და კაცებსაც თანასწორად მოვეპყროთ, რა თქმა უნდა, ვერ მოგცემს ამ დისბალანსის აღმოფხრის საშუალებას. არსებითი უთანასწორობა, რომელიც ასევე ნახსენები არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში, რა თქმა უნდა, გვაძლევს ჩვენ პოლიტიკის შემქმნელებს იმის საშუალებას, რომ განსაკუთრებულად კონცენტრირდეთ სპეციალურ ნორმებზე, სპეციალურ ზომებზე, რომელიც ქალების და კაცების არსებით თანასწორობას, ანუ თანასწორობას უკვე შედეგებში უზრუნველყოფს.